გამარჯობათ მეგობრებო, ამ ვიდეოში ნახავთ ნაწყვეტებს ჩემი ცხოვრებიდან კორნელის უნივერსიტეტში. მესამე წელია აქ ვცხოვრობ და ალბათ ყველაზე უცნაური კონსტანტ, რაც დოქტორანტურის კეთებას უკავშირდება, ის არის, რომ ყოველ წელს შენი ახლო მეგობრები გტოვებენ. ადამიანები, ვისაც უახლოვდები, მთელ წელს ან წლებს ერთად ვატარებთ, ზოგჯერ ერთწლიან პროგრამებზე, ზოგჯერ ორწლიან მასტერზე, ან PhD-ის სხვა საფუძვლზე არიან. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი კარიერას სხვა ქალაქში ან ქვეყანაშიც აგრძელებენ. და მეგობრები, რომლებსაც ყოველკვირა ვხედავდი, დისტანციურ მეგობრებად იქცევიან. თუმცა ეს ყველას გააზრებული გვაქვს და არც აქ შექმნილი კავშირები იკარგება მარტივად. როგორც მიხვდებით, ალბათ ჩემი აუთფიტისგან დღეს არის კორნელის ჰოკეის თამაში და იქ წავალ საღამოს. ჯერ შეხვედრა მაქვს ოღონდ პროფესორთან და ჩემ ლაბმეიტებთან ერთად და კორნელის ჰოკეის გუნდი საუკეთესო ამერიკული კოლეჯის გუნდებში. მას ერთ-ერთი მთავარი ჩემპიონატი რეკორდული რაოდენობით 13 ჯერ აქვს მოგებული. ხოლო Ivy League-ის ტიტული კი 26 ჯერ, რაც ორით მეტია ვიდრე ჰარვარდის მოგებები. ჩვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც სწორედ ჰარვარდის გუნდია, რომელსაც მინიმუმ ორჯერ ვხვდებით ხოლმე სეზონზე და ყველაზე მოთხოვნადი თამაშებია. ჰოკეის თამაშებს სახალისო ტრადიციებიც ახლავს თან. ზოგადად თამაში სანამ დაიწყება, მოწინააღმდეგე გუნდის გამოსვლისას მაყურებლებს გაზეთები უჭირავთ. ვითომ გაზეთის კითხვა უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს ჩვენი მოწინააღმდეგეები. შემდეგ ამ გაზეთებს ყინულზე ისვრიან. ჰარვარდის წინააღმდეგ კი კონკრეტული ტრადიცია არსებობს. თევზს, ნამდვილ თევზს ისვრი ყინულზე. ოღონდ მანამდე რამენერად მოედანზე უნდა შეაპაროს თევზი. რა თქმა უნდა, გოლის გატანისასაც სპეციფიკური შეძახილები არსებობს. აი თამაში დაწყებამდე კი ორ ჰიმნს, ამერიკისა და კანადისას ვისმენთ. ძალიან საინტერესოა, რომ ჰოკეი ამერიკაში სწორედ Ivy League-ის სტუდენტებმა შემოიტანეს. 1895 წლებში იელის სტუდენტი, შემდეგში ცნობილი როგორც ჰოკეის მამა ამერიკაში, წავიდა კანადაში და თან წაიყვანა ბრაუნის, ჰარვარდის და კოლუმბიის სტუდენტები, რომ შეესწავლათ კანადური თამაში ჰოკეი. ამ მოგზაურობაში იყო სტუდენტი მაიკლ ჯონი, რომელმაც PhD კორნელში გააკეთა და თამაშიც ასე შემოიტანა ამ უნივერსიტეტში. ასე გამოდის ჰოკეი სწორედ ამ უნივერსიტეტებმა გაავრცელეს ამერიკაში. ამ პერიოდში დაიწყე ქუდისა და ხელთათმანის ქსოვა. ქსოვდი ყველგან და ყოველთვის. ქუდის ამ დღეში, ხელთათმანები კი თითო-თითო დღეში დავასრულე. ყველაზე მეტად კი ის მომწონს ამ პროცესში, რომ მთლიანად შენი გამოვნებით და შენს ზომაზე იქსოვ ფერებს, pattern-ს, ფორმას. რაც წინა თვეებში ვიწუწუნე, თოვლი არ მოდის მეთქი, იანვრის შემდეგ სულ თოვს. ასეთი თოვლიანი ზამთარი აქაურებას წლები არ ახსოვს. ისე ითაკას დიდი თოვლიანი ისტორია აქვს. 1991 წელსა და 2020 წელს შორის თოვლის საშუალო ნალექი 1 და 60 სანტიმეტრია. ზოგადად არ არსებობს კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტი, ვისაც გრძელ ზამთარზე არ უწუწუნია და ჩაბარების დროს მაფრთხილებდნენ მეც, ბევრი თოვლი იცისო. მე კიდევ პირიქით ითაკას ამ თვისებით ბედნიერი ჩამოვედი აქ. ყოველთვის ისეთ სიმყუდროვეა და შეგიძლია ზამთრის სიჩუმით დიდი ხანი დატკბე. თუმცა ვაღიარებ, მზის სხივის სიმხურვალე ზოგჯერ გვავიწყდება როგორია. კიდევ საინტერესო ფაქტია, რომ ითაკა არის ძალიან გორიანი ადგილი. მე სადაც ვცხოვრობ, ანუ ცენტრთან და სადაც უშუალოდ კამპუსია, ანუ გორის თავზე, უზომოდ განსხვავებული კლიმატური პირობებია. სახლთან თუ ოდნავ თოვლს უნივერსიტეტი თოვლში იძირება და უნივერსიტეტში სხვადასხვა კამპუსზე გადასვლისას პირობები იცვლება, იმის მიხედვით გორის წვერში ავდივარ თუ ოდნავ დაბლა. აქაურობის კლიმატურ პირობებს დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი დიდი ტბა, კაიუკა, რომლის ძირშიც ვიმყოფებით და ზოგადად ამ ადგილს Finger Lakes area ეწოდება, რადგან როგორც ხედავთ, ამ ცნობილი ტბების ძირში ვართ ჩვენ. წელს მაგალითად ჩანჩქერები და მდინარეები სულ გაგვეყინა. ისა კორნელში ტრადიციაა, როდესაც სლოუპი თოვლით იფარება, დაღმართზე უნდა ჩასრიალდე, ყველაფრით რასაც კი მოიფიქრებ. აქ ეს ბიჭი მაგალითად ჩემოდ მცრიალებს, მე კი მარცხნივ ფერადი ქურთუკით ვარ და ვეჯიბრებით ვინ უფრო შორს წავა და აშკარად მოვიგე. თუმცა ეს პირველი წელი იყო, რატომღაც ძალიან უთოვლო. წელს კი ამ დაღმართზე ჩასრიალდებოდი კი არა, ჩაეპლობოდი მთლიანად. ერთი სტუდენტი იხსენებს 1993 წელს დიდი თოვლი მოვიდაო. ყველაფერი დაიხურა, თუმცა სასადილოებში თურმე მომუშავე ხალხი იქვე იწინებდა, რომ სტუდენტებისთვის შემდეგ დღეს საჭმელი ყოფილიყო. მთავარი ბიბლიოთეკის მომუშავე პერსონალი კი მაინც მიდიოდა კამპუსზე, რომ სტუდენტებს აქ ესწავლათ და გამოცდებისთვის მომზადებულიყვნენ. ვეტ-კლინიკის ხალხი ცნობილებით დადიოდნენ, რომ ცხოველებისთვის ეჭმიათ. პირველად კი კამპუსი ამინდის გამო 1971 წელს დაიხურა. Come on baby, let's go west. საბოლოო შედეგი კი ასეთი გამოვიდა და ალბათ ხედავთ, რომ ძალიან ვიხარია. ამის შემდეგ ცოტა ხნით საქსოვი გვერდზე გადავდა, იმიტომ რომ საქმეს ვწდებოდი. და მალევე კიდევ უამრავი ფერი გამოვიწერე და ახლაც რაღაცას ვხსოვ. ისე აქ არაფერ შუაშია, მაგრამ ფილმეს აირის მერდოკის შავი პრინცი ხომ არ გაქვს წაკითხული. ძალიან მომეწონა წიგნს, ხელი ვერ გავუშვი სანამ არ დავამთავრე.
ახლა კი ნახეთ, ჩემი უგემრიელესი ხაჭაპურები ძალიან შევეჩვიე ცხობას და დიდი კომფორტია, როდესაც სამზარეულოში ხაჭაპური სულ მაქვს. წელს საბოლოოდ გადავწყვიტე მეცმეცა და iPad-ის გამოყენება ჩემს research-ში და ზოგადად ცხოვრებაში. I'm too skeptical, იმიტომ რომ ძალიან პასტა ფურცლის გოგო ვარ, მაგრამ paper-ების ანოტაციისთვის ნამდვილად იდეალური საშუალება უნდა იყოს. ასე რომ ვნახოთ რამდენი შევეჩვევი. თან იმედი მაქვს, ოდესმე მოვიცლი და digital art-ის კეთებას განვაახლებ. ისე ზოგადად თუ რაიმე აპლიკაცია ძალიან გიყვართ თქვენს iPad-ში, დიდი სიამოვნებით მივიღებ რეკომენდაციებს. რა თქმა უნდა, ვუყიდე პასტაც და customized წარწერაც გავუკეთებ. შემდეგ ისევ მუშაობა, შეხვედრები. ეს არის ჩემი საყვარელი შეხვედრა ალბათ. კოლაბორატორებს ვხვდებით ხოლმე ორ კვირაში ერთხელ, როგორც იცით, წყალდიდობების რისკებზე ვაკეთებ კვლევას. და one way or another, ყველას სამუშაო ამ პროექტს ეხება. ძალიან სასიამოვნო პიროვნებები არიან, რაც როგორც გამოცდილება მაჩვენა, is not a given in academia. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ ამ გარემოებით. დღეს გადავწყვიტე ჩემი უსაყვარლესი საჩუქრები გამომეყენებინა და ტუშის კალმით გამეკეთებინა ჩანაწერი ბლოკნოტში მერდოკის წიგნის შთაბეჭდილებებზე. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ტუშის კალამი და ყოველთვის ვიყენებდი ხატვისთვის და წერისთვის. შემდეგ გავაკეთე ვაშლის ქადა, იმიტომ რომ უზომოდ მომიდა ვაშლის ქადა. და ასევე კი დავხატე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ანიმაცია და სულ ისეთ ხასიათზე მაყენებს ადამიანები სულ რომ ისედაც ეგეთ ხასიათზე უნდა ვიყოთ თუ ტკბილად და ჰარმონიულად ცხოვრება გვინდა. შემდეგ მეგობრებო მოვიდა 26 თებერვალი და ვერც კი წარმოიდგენთ, ან ზოგი ძალიან კარგადაც წარმოიდგენთ, როგორი გაზაფხული სული ტრიალებდა ჰაერში, მიწაში და ყველგან. ეს არ იყო ტემპერატურით გამოწვეული, იმიტომ რომ მაინც ყინავდა. უბრალოდ მართლა ვგრძნობდი გაზაფხულის სურნელს და ამაღლებული განწყობით და გაბრწყინებული ღიმილით ვეგებებოდი. დღეს უნივერსიტეტში პროექტის ნაწილი მქონდა ჩასაბარებელი урბანულ თეორიაში. თუმცა მანამდე გაგაცნობთ Wildest deodorant, იმიტომ რომ why not? მგონი კარგი პროდუქტია და თან ფასტაკლებების კოდიც მაქვს. ლამაზია და რა თქმა უნდა, ამან მიიქცია ყურადღება თავიდანვე და თან ეს არის limited edition 5 ვალენტინობის დროს გამოვიდა, მაგრამ ისე ძალიან საყვარელი რაღაცები აქვს. ფუტკრების, ყვავილების მგონი რაღაც ვარიანტებს დავდებაქ. და კიდევ რა არის განსხვავებული? არის refillable, ანუ ეს 5 ერთხელ რო იყიდე всё, მორჩა იყიდა და მე იწერ კაფსულებს, ესე დავარქვა, აი გაჩვენებთ მაგასაც. ასე მოდის და ამას გამოიწერთ, რამდენიც დაგჭირდებათ, იქ ჩადებთ და გამოდის რომ ყოველთვის ახალი 5-ის შეძენა არ გჭირდებათ. კი, ნამდვილად environmentally friendly გამოდის და კარგი იქნება დედამიწისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, საქმე ის არის, რომ შემდეგ ამ ფირმისგან დაიწეროთ ხოლმე, რაც არც ისე ცუდად ჟღერს თუ პროდუქტი მოგეწონათ. ეს არანაირად არ არის დასპონსორებული ან რეკლამა, I wish. უბრალოდ ბევრი ინფლუენსერი და ბევრი იუთუბერი ვნახე ინტერნეტში, რომელიც ამას იყენებდა და არეკლამებდა და მართლა დამინტერესა საიტზე რო შევედი, კარგი რაღაცები დამხვდა და გამოვიწერე მეც. ჩემს შენაძენს მოჰყვა 50%-იანი ფასდაკლების კოდები, რომლებიც შემიძლია მეგობრებს გაუზიარო. ასე რომ კოდებს მაინც დავწერ აქ, იმიტომ რომ იქნებ ვინმეს დაგაინტერესოთ და 50% ფასდაკლებით გამოიწერთ და შემდეგ თუ დაგაინტერესოთ გაგრძელებთ ყიდვას. ახლა კი დროა შეველიო ჩემს ნაძვის ხეს და კი, ვიცი, საქართველოში მეც 19 იანვრამდე ვშლი, მაგრამ აქ 17 იანვარს დაუბრუნდი და ასე მალე ვერ შევაგდებდი საკუჭნაოში. ასე რომ გადავწყვიტე, სანამ თოვლი იქნება, მანამდე ჩემი ნაძვის ხეც იბჭყველებს მეთქი. თუმცა როგორც გითხარით, უკვე გაზაფხულის ჰანგები ისმის ჰაერში და ისედაც მარცხომორ შევახოდრებდი საახალწლო ხეს. ასე რომ არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაცნაირად ამ ყუთში ჩავატიე და შევინახე. урბანული თეორიის პროექტი კრეატიულობას მოითხოვდა, რადგან პროფესორმა დაგვავალა ის, რასაც თეორია ავწერდით, რამენაირად ხელშესახები ნივთებით გადმოგვეცა. მე თვითონ გამიკვირდა, მაგრამ საბოლოო პროექტები მოიცავდა კონცერტს, საკვებს, სამაგიდო თამაშს თუ სხვას. ჩემო ჯგუფმა ვირტუალური რეალობა შევქმნით. დღეს 28 თებერვალია და Big Red Barn-ში ჰარლემის რენესანსის საღამოა. ასე რომ იქ მივდივარ. შევეცადე 20-იანი წლების სტილი შემერჩია. ეს იყო კორნელში გატარებული ერთი თვის ნაწყვეტები, თუმცა აქედან ვალენტინობის პერიოდი ნიუ-იორკ სიტიში გავატარე, რაც წინა ვიდეოში მიდევს. ახლა კი გემშვიდობებით და არ დაგავიწყოთ მეგობრებო, რომ იოცნებოთ.